მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესე მარტო გახლავართ. დღეს ვისაუბრებთ საქართველოში რობოტექნოლოგიებზე და ავტომატიზირებულ სისტემებზე. რამდენად მზადდება, რამდენად გაგვაჩნია ამის რესურსი, რომ დავამზადოთ. და ასე შემდეგ. ჩემი სტუმარი იქნება დღეს მუსი, ესე ეძახიან ზედმეტ სახელად. მე მაქსი, მუსი და მაქსი. მუსი. მაქსიმუსი უბრალოდ. ეს ჩვენი მეგობარი ბაქსი, რომელსაც ძინავს, არანაირ, ანუ მარტო რო არ ყოფილიყავი, შემოვიყვანე. ამ ადამიანსაც აინტერესებს რობოტექნოლოგიები. მე რა პატარა ზღვის გოჭია. მაგ ტელეფონებით რაღაც თავის ფონშია. ვთქვათ, ჩვენ თამდევი ის იქნება სტუმარი. ეხლა რა შეეხება რობოტექნოლოგიებს. პირველ რიგში საქართველოში რობოტექნოლოგიები საერთოდ არ გვაქვს, ანუ რაღაცა ჩამოგვაქვს, ჩვენ მარტო შეგვიძლია დიოდიანი ტელევიზორების დაშლა და იმის აწყობა. და კიდე ნაწილები დაგვრჩეს. ხო, და მე გვიკვირს, რომ რატომ მუშაობს ტელევიზორი, ანუ ზედმეტი ქონდა. ნუ იმ ნაწილებს ცალკე ვყიდით. რაც შეეხება ახლა რობოტექნოლოგიებს, ესეთი ისინი ანუ სასწავლებლები ამ რობოტექნოლოგიების არც თუ ისე ბევრი გვაქვს. ერთი გვაქვს, მე მგონი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოკლედ GPI-ში, ესე ვიტყვი ხოლმე. რაღაცა, ესე ვთქვათ, ცდელობა არის, რომ რაღაცა ავაწყოთ, მაგრამ არ გვაქვს რესურსი. მოდი შევადაროთ ჩვენი ეს განვითარება სხვა ქვეყნებს, მაგალითად იაპონიას. ნუ იაპონიას მე მგონი შევედრებით რა, ანუ შეგვიძლია გავუსწროთ ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ რაღაც მაგრამ ზარმაცი. ჩემი პროდიუსერი დამეხმარა. თვითონ ადამიანებიც ახლა მე ასე თუ ისე მიცდია რაღაც რობოტი ავტომატიზირებული რაღაც პატარა მინიატურის ყველა ბავშვს ალბათ ბიჭს რაღაც 100%-დან 80%-ს უცდია რაღაც საწყობა, მაგრამ რაღაც მინიატურული რაღაც გამოსვლა, დიდი ნუ არაფერი. აქედან იწყება. მეც ვცდილობდი ხოლმე რაღაცას ბავშვობაში სათამაშოებს შვილდი და მე მატორს ესე ვთქვათ ელემენტზე უერთებ და რომ მუშაობდა მიხარობდა ეს ელემენტარული რაღაცა. სხვაგან გადავედით. რაც შეეხება ესე ვთქვათ რობოტებს. საქართველოში რობოტი არ გაგვაჩნია. არანაირი რობოტი, არც უცხოეთიდან ჩამოტანილი. ეს რისი ბრალია ეს, ხო? ეს არის ქართველების ბრალი. არ გვაინტერესებს ეს სფერო. ჩვენი ზოგიერთი მეგობარი და თანამემამული იმყოფება უცხოეთში და იქ განაგზობს ამ თავის საქმიანობაში. ანუ საქართველოში როგორც ყოველთვის იგივე პრობლემა, რესურსი არ გვაქვს, რომ ეს ნიჭიერი ხალხი აქ დავაკავოთ. ახლა მინდოდა წეგან ვიდეოები მოვიძიე თუ როგორ ერთობიან უკვე რობოტებით და როგორ ერთობიან ეს უცხოელები, ვთქვათ, იაპონელები, კერძოდ უცხოელებს ვეძახე, ფირმაში ადრე იყო, ფირმაში ვიყავით ეს რაღაც შემოურჩა, მე დენიკინის დროინდელი ვარ, არც ისე ძველი. ხო და როგორ ერთობიან უკვე ამ რობოტექნოლოგიით? ჩვენ სათამაშო მანქანების გვიკვირს რა, ან მინდა ეს გამომივიდეს, რაღაც გვიხარია ის რაღაცა. ეს ხალხი ნუ იქ აკეთებს უკვე რბოლას, ესე ვთქვათ, რობოტების, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, გამარჯვებულ საკმაოდ სოლიდური პრიზი ხდება, სხვათა შორის 300,000 евро. მე მგონი, ანუ აქ არის წონაზე გათვლილი, მაგალითად 100 კილოზე მეტი რობოტი არ შეიძლება, პატარა მანქანები, არ შეიძლება გამოყენება ხალხისთვის ფეთქებადი ნივთიერებისა. ამ რობოტებს აწყობენ რაღაც მაგალითად ბარგალკან პირებს უყენებენ რაღაც წვეტიან რაღაცებს და ერთმანეთს ებრძოლებიან და გამარჯვებული იღებს 300,000 ევროს. მინდა ეს ვიდეო პროდიუსერს უთხრა თუ ჩავარდა, ეს წამი არ ჩავარდნა, დაველოდოთ. მანამდე ვისაუბროთ თემაზე, რომელიც მე მტკივა, იმიტომ რომ არ არის განვითარება, არ არის რაღაც წინსწრაფვა. ჩვენი სტუმარი გაჩვენდა. აი მადლობა ჩემმა სტუმარმა, პატარა ბაქსიმ, რომ ზარია ეთერშიო, გისმენთ? ალო, გამარჯობათ. გამარჯობა.
ესე იგი თქვენ მართალია ნომერი არ გამოგიცხადებიათ, მაგრამ მე ვარ თქვენი აქტიური მაყურებელი STV-ის ზოგადად. ანუ მე ვიცი რომ თქვენი ნომერი 2307. ბატონო ვერ გავიგე. ანუ მართალია ნომერი არ გამოგიცხადებიათ. თქვენ გამოაცხადეთ. მაინც დავრეკა, ესე იგი გვიან ჩაკეთეთ უკაცრავად. ანუ 35-37-07 ხომ არ თქვენი ნომერი და ზეპირად ვიცი რა. და ანუ რა არა ესე ხშირად გიყურებთ და უკაცრავად. თქვენ შეგიძლიათ რომ მაყურებელს უთხრათ მესეჯის ნომერიც. ტუპ. არა, ანუ ვიცი მარტო 245-00 და დანარჩენზე მე უბრალოდ არ ვაგზავნე, მარტო VIP ნომრებზე ვაგზავნი SMS-ს. თქვენ რომელიმე ტელეკომპანიიდან ხო არ ხართ უკაცრავად? ხმა ნაცნობია. არა, მე სახაშიში ვმუშაობ პოვად. შენი და ანუ რა მინდოდა მე თქვა რა, მაინტერესებს თქვენ თანაწამყვანს რა ქვია უბრალოდ, იმიტომ და ბაქსი. თქვენ თანაწამყვანს მაინტერესებს რა ქვია. ბაქსი, აი თავი დაგიგნიათ. ანუ დასაწყისში თქვით რომ აი თავს გიქნევთ. მე ბრაქსიო თუ რაღაცა და რა ქვია საერთოდ მაინტერესებს რა. ბაქსი ქვია და ჩვენი თანაწამყვანი რომელიც აი ესე ვთქვათ არ ლაპარაკობს, არ გველაპარაკება. მე მინდა სტუმარი მოვიხმო სტუდიაში. ანუ დაკავებული იყო, ხა წუთი-წუთზე ველოდებოდით რომ მოსულიყო. ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწაფე, ესე ვიტყოდი, მოწაფე ხო სკოლის მოწაფე არა, სტუდენტი, რომელიც რაღაცებს ესე ვთქვათ აწყობენ ამ ეხლა მაცნობენ რომ კიდე სტუმარი არ მოსულა, იგვიანებს, ანუ სწორედ ეხლა იყო იქ უნივერსიტეტში. და მანამდე მოდი ნახოთ წეგანაზე ვსაუბრობდით ამ სოლიდურ პრიზზე, ანუ ხალხი რომ მოვიზოთ 300,000 ევროს თუ რაში იღებენ იაპონელი რობოტ ტექნოლოგები. ანუ ამაზე საუბრობდი მაყურებლებო, ესეთი სასიამოვნო გართობა, ესე ვთქვათ, არავინ ზარალდება, მხოლოდ რობოტები, რის შეკეთებას შეგვიძლია, თქვენ იგეთ 300,000 დოლარს. ნუ ესეთი რაღაცა რომ საქართველოში გაკვეთეს, ჩვენ ესეთი რაღაც შეგვიძლია, ნუ ასეთი სოლიდური პრიზი შეიძლება არ იყოს, მაგრამ გართობისთვის არის ევრო უკაცრავად. გართობისთვის არის ესეთი, აი ადრენალინია, როცა შენ ამ თითო რობოტს, ანუ მინიმუმ ჯგუფში უნდა იყოს 5 კაცი, მაქსიმუმ 7, ანუ 2 კაცის სხვაობა. ახლა უყურებთ, როგორ კარგად არის ეს წითელ ბორბლებიანი რობოტი აწყობილი, რომ გადატრიალების შემთხვევაში ის ისე უკან იბრუნებს თავის მდგომარეობას. წინ აქვს დამცავები. ნუ მეორე რობოტის ფუნქცია არის, რომ ცეცხლით სქემაში შეაღწიოს, რაც მგონი რომ ადვილია. ნუ პაკლის, ანუ საბურავს ვერ დაუწევს, იმიტომ რომ ანუ ცეცხლს ვერ უკიდებს. შეაღწიოს სქემაში და მის სქემის ერთ-ერთი ნაწილი დაზიანების შემთხვევაში რობოტი გაითიშება და წაგება თეთრდება ეს ტური. ხედავთ ახლა აქ შეიძლება ჯერჯერობით არ დაზიანებულა არც ერთი რობოტი. აქ ძალიან ესე ვთქვათ ყიჟინა და ესე ძალიან ერთმანეთს ახტებიან ეს რობოტები. აი მიაყენა კუთხეში და უკვე ბოლავს და ანუ ცეცხლს ბოლავს სწორად გამომივიდა. აი თქვენ ნახეთ გამოენთავისუფლა და იგი მისდევს მას და პირველი დარტყმა ეს ანუ პირველი დარტყმა რომელიც მიაყენა სერიოზული დარტყმა შავი რობოტი მისდევს მას გაინთავისუფლა თავი შეიპყრო იგი წითელმა რობოტმა ისევ მისდევს და როგორ ჩანს გაუჭირდა შავი რობოტის მმართველებს იგივე მოძრაობით კედელთან ააყუდა ესე ვიტყოდი
ცოტა გამოვიყენებ ჟარგონს. მიაყენა კედელთან. ცდილობს იგი რომ მას პაკეშკა დაუზიანოს, მაგრამ არ გამოსდის. უკაცრავად საბურავი. მე შევიჭერი რომ ეს რაღაცები ძალიან მიზიდავს. რობოტს უნდა გქონდეს რაც შეიძლება დიდი საბურავები და ასევე დიდი სქემა. და ნამყოფი უნდა იყოს რამდენიმე ესეთ ბოლაზე. უბრალოდ ახლა დამთავრდება ნახე მან გაიმარჯვა და უკვე ტრიუკებს აკეთებს. იგი ცდილობს რომ ხალხს დაანახოს ძლიერია. და გამარჯვებული, მე მგონი კორეის ერთ-ერთი ჰამცანის ესეთი პატარა რეგიონია. მგონი ამ ზუსტად არ მახსოვს ამ რეგიონის გუნდი იყო ეს, რომელმაც საბოლოოდ მოიგეს და 300,000 ევრო მიიღეს. მე მგონი, ნუ რესტორანში ეყოფოდათ, ალბათ. არ ვიცი რამდენად არის ხინკალი და მწვადი, მაგრამ ეყოფოდათ. რაც შეეხება, ისევ საქართველოს დაუბრუნდები ჩვენი ვიკითხოთ და ვიდაოთ. მე კიდევ ერთი ვიდეო მაქვს მომზადებული, ოღონდ ეს რობოტები იწყობა ხელით სათითაო ნაწილებით. აქ საქართველოში გვაქვს რაღაცა პატარა აპარატო, რომელიც შეგვიძლია უცხოური საიტებიდან გამოვიწეროთ. ძველი კონსტრუქტორი ალბათ გახსოვს. ეს არის ახალი რობოტიზირებული კონსტრუქტორი, რომელსაც შეგვიძლია აი ბაქსის დაეძინა, კაი გვიძე ბაქსის დაეძინა. ბაქსი ჩვენი რობოტია, ცოცხალი რობოტი. რაც შეეხება ხო, რაზე ვსაუბრობდი? ანუ არის ძველი კონსტრუქტორი ბავშვობაში გვითამაშია. ეს კონსტრუქტორი არის ავტომატიზირებული, შეუძლია პროგრამა ჩაწეროს და ამ პროგრამით რობოტი ან რაღაცა აწყოთ. მე ხა თქვენ გაჩვენებთ საქართველოში ჩვენ ტერიტორიაზე აწყობილ ამ ნანო რობოტს ვერ დავარქმევ უკაცრავად, მაგრამ დავარქმევდი რაღაც მაგის მსგავს. თუ შეიძლება ჩავთოთ ვიდეო, ხახს ვაჩვენოთ. აი ეს არის ჩვენი პატარა რობოტი. უკაცრავად ეს ანუ ვიდეო შეგვიშალა GPS რობოტი არ არის, ეს არის Honda-ს ნანო რობოტი, რომელსაც მულტიფუნქციური 360 გრადუსით შეუძლია ორ წამში მოძრაობა აკეთოს ადამიანის, ესე ვთქვათ, ფიზიკის გამოყენებით, ანუ ფიზიკის კანონი არ დაარღვიოს. ვიდეო აგვერია უბრალოდ. ესეც საინტერესო ვიდეოა სხვადასხვა. აი ნახეთ როგორი ესე ვთქვათ ბილი მოძრაობა. აქვს 3 სენსორული აღქმა, ფოტოსენსორული, შუქის, ხმის და უკაცრავად კიდევ ლაზერის სენსორი. ხმის სენსორი აღიქვამს მაღალ დიაპაზონზე მიბრუნების და ლოკაციის ადგილის განსაზღვრას. ლაზერის სენსორი აღიქვამს რომ წინ არის წინაღობა და არ შეიძლება შემდეგი ბარიერის გადარახვა და ის ბრუნდება. რაც შეეხება ფოტოსენსორს, იგი აფიქსირებს წინ ანუ სხეულებს, ნუ ვერ აღიქვამს რა სხეულია, მაგრამ დაახლოებით ვიზუალს უკეთებს, ნუ არ სხეულია და ამ სხეულზე ცდილობს მაგალითად ჭიქის აღებას, ან უკან დადგას, ან ეს რაღაც მინიატურ მოძრაობებს. მას შეუძლია სხვადასხვა ხელის 360 როგორც ადამიანს, ანუ ადამიანის აგებულება აქვს, ესე ვთქვათ, აი ძვალი როგორც ფუნქციონირებს, იგივენაირად ფუნქციონირებს ეს რობოტი. ოღონდ ოდნავ ნელი ახლა სრულყოფილი არა, მაგრამ ადამიანის განვითარებაში მგონი დიდი ნაბიჯი გააკეთეს. აი ადამიანისგან განსხვავებით მას შეუძლია ზურგი მოიფხანოს ისე რომ ესე ვთქვათ არ დაიხმაროს სხვა ადამიანი. ის კარგია ესეთი რობოტი სახში რო ყავს, რაღაც დაარქვა ჩვენი ბაქსისნაირად და ჯეკის დაარქვა და ჯეკი ყავა და რაღაც არ გიწევს, ანუ არ იღლება, უბრალოდ საღამოთი დატენი. ალბათ ბევრი ფუნქცია სხვაც გააჩნია რომ ადამიანს გამოადგენს. რაც ეხება მე მგონი უკვე ახი რაღაც ასე თუ ისე აქტივებს, იმიტომ ესეთი თემა ბევრი არაა დაინტერესებული, ზოგს აინტერესებს, მაგრამ სფეროში არაა ჩახედული. ზარია ეთერში და ალბათ მაყურებელი საინტერესოს გვეტყვის. გისმენთ? ჩემო ედგოს. მოგესალმებით, როგორ ხართ? გამარჯობათ, თქვენ როგორ ხართ? მადლობა, კარგად. საინტერესო თემაზე საუბრობთ. გაიხარეთ. აი, რობოტების ტექნიკა და ასე შემდეგ ძალიან პოპულარულია დასავლეთის ქვეყნებში და აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხომ მით უმეტეს საერთოდ იაპონია ეთანხმებით ამ განსაკუთრებულობით და
მინდა გითხოთ ესეთი რაღაცა, თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველოში არსებული სკოლის შესახებ, სადაც აი თქვა დაწყებითი კლასის ბავშვებსაც და ნუ შედარებით მაღალი კლასის მოსწავლეებსაც აქვს საშუალება რომ გაეცნონ რაღაც უკაცრავად ვერ გავიგე? რობოტექნიკის საფუძვლები ამ სკოლაზე. უკაცრავად თქვენი სახელი? რა დონეზე ამ დროისთვის განვითარებული. საძმო ჩვენი ძმა მაგრამ ჩანაწერი მეგონი ვიღაც რობოტი რეკავდა რომელსაც არ აქვს ფუნქცია გაჩერების ესე მიაყარა არ ცუდად არ გამიგო მაყურებელ მე ძალიან მიყვარხარ ისმე ვერ გავიგე ანუ იცით საქართველოში არის სკოლა რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის და ნუ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი სადაც შეისწავლიან ეს ახალგაზრდები რაღაც რობოტექნიკის საფუძვლებს თუ გაქვთ ამ სკოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მე ვიცი რომ არსებობს ეს სკოლა რაღაც კონკრეტული კი მაქვს მაგრამ ან თქვენ ინტერნეტში შეგიძლია მოიწიოთ ეს ინფორმაცია უკაცრავად მაყურებელს ჩვენს ადამიანებიოთ ჩვენს გვეცინება არ არის პრობლემა ამ სკოლასთან დაკავშირებით მე ვიცოდი ანუ მე რაც ვიცი იმას ვიტყვი ამ სკოლასთან დაკავშირებით მე ვიცოდი პავლოზე იყო მე მგონი ეს სკოლა რომელიღაც მიწის ქვეშეთ ანუ სარდაფში სადაც იყო ძველი შავთეთრი ტექნოლოგია ესე ვიტყოდი მე ესე ვეძახი შავთეთრ ტელევიზორს ესე ვეძახი რა ტექნიკა რაც აი მასწავლებელს სტუმარი მოვიდა და შემოვა ეხა ეთერში სტუმარი ლუქს თუ შეიძლება შემოვიყვანოთ რაღაც პრობლემა აქვს ბაქსის ვკითხოთ ბაქსი რა ხდება არაფერი ასე შემდეგ ჩვენი სტუმარიც მოვიდა ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით მანამდე ბაქსის ვკითხოთ თუ რა ხდება ბაქსი მოწყენილია არ ვიცი აჭირს ძალიან ბევრ ჭამს ამ ბოლო დროს მენა შეგვჭამა ჭრა ეთერში და ჭრის მე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით გამარჯობათ მოგესალმებით. ჩვენ დაგიბრუნდით უკვე სტუმართან ერთად გაგვაწვალა, მაგრამ მაინც მოვიდა. ჩვენი ლუკი, ესე თქვა ზედმეტ სახელი. რაშები ლუკ ჯერ როგორ ხარ? ჩემი ახლო მეგობარი, სმაკაცი ესე ვიტყოდი. გამარჯობა მაქს. როგორ ხარ? შენ მე კარგად. რობოტულად ტექნოლოგიების ხელში. რობოტულად მეც რობოტულად. ინგლისური. შემიძლია გითხრა აი ესე. ცირკი ხარ, ცირკი ლუქს. მოკლედ, რატომ დამაგვიანდა ახლა? ბუნებრივია ჩართული ვიყავი ისევ ამ რობოტების საქმიანობაში და მე სულ მანთხარ ბიჭო, სულ რაღაც დიჟინიაში ხარ. ნუ ლაბორატორიაში ვიყავით ახალი. ლაბორატორია თუ ლამბორატორია? რა ვიცი, შენ როგორც გაგიხარდება? ლაბორატორიაში ვიყავით და ჩამოვიდა რაღაც ტექნოლოგიები ახლები ამერიკიდან. რომელი? აი Lego Mindstorm-ი. ოღონდ ანუ რასაც აგიხდათ, ესეთაც ძალიან კარგი. ბეტა ვერსიები უკვე ჩამოგვივიდა, სხვათა შორის ძალიან მიხარია. ძალიან კარგი ხერხემლები აქვს. ძალიან ბევრ ადგილზე. ნუ ხერხემალში. ხო, რაც შეეხება მინდა აუხსნათ ჩვენს აუდიტორიას, რომ Lego-ს ხერხემალი არის წამყვანი ნაწილი, რომელიც აძლევს მას საშუალებას, თქვა განახორციელოს რთული მოძრაობები. მაქვს, რა გჭირს? აი ხო, შემახსენს. მაგრამ Lego-ს ტექნოლოგიას თუ აქვს ხერხემალზე ხელის შახოლის ფუნქციები. არა, იცი რა არის, ძალიან პატარა არის. ამ შემთხვევაში მაქსიმუმ აი ამ ჩვენს ზღვის გოჩს ჩაუყოლოს თავის პატარა თითები. მოკლედ ეს ხერხემალი იძლევა საშუალებას, რომ განვახორციელოთ ძალიან რთული მოქმედებები. ამ წუთისათვის ბეტა ვერსიის ხერხემალი იკეცება 4 ადგილზე. აი ამით ყავს იცი ბოდიში ეცით გაგაწოდე. აი ხახს გავაგებთ ბეტა ხერხემალი რას ნიშნავს? ეს ანუ ხელი შეყოლდება ნუხუმრობით. მესამე ისე ანუ ბეტა ხერხემალის ბეტა ვერსია. ესე მოდი წარუდგინოთ მაყურებელს, რომ ყოველ შემთხვევაში ვიყნეთ. აუხსენ, რომ ცუდად ანუ არ გაიგო, უბრალოდ ხუმრეთ. ხო, ნუ ეს რობოტული ტექნოლოგიები, რომელზეც მე ვსაუბრობ, არის ძალიან წამყვანი.
შეგიძლიათ მიბრძანდეთ Amazon-ზე, შებრძანდეთ უფრო სწორედ და აი საიტის რეკლამა გამოგვივიდა ალბათ ფულს გადაგვიხსნით Amazon-ი. ეს საიტი მსოფლიოში ცნობილია ისედაც ჩვენი რეკლამა ნაკლებად ჭირდება, ხო? არა. აქ ჭირს. რამდენიმე $10 თუ $20 შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ Lego-s ხერხემალი. შეგიძლიათ გამოიწეროთ $20 აპარატურას ველოდებოდით ამდენი ხანი? არა, ეს არის $20 თქვათ ხერხემალი მარტო. ანუ თქვენ ხერხემალზე მუშაობთ ჯერ. კი ბატონო. შემდეგ ძრავი, მუხლუხები, თქვათ ჩასაჭიდი ხელები, რეზინების არკეზების აი ხელის მოსაჭის მოჭე. ხო, სამწუხაროდ ვიდეო ვერ წამოვიღეთ, ან რომელზეც ესე ექსპრომტად გადავიღე ხერხემლის მოძრაობა და მოსაჭერი ყველაფერს ცალკე აქვს, ანუ ხრახრებით გულის ხო. ერთი ხერხემლით ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ, თქვათ ძაღლის ფორმის რობოტი და ჰუმანოიდის ფორმის რობოტი. ან ეხა ადამიანის ფორმის. ეს დიდი ბოდიში პროდიუსერს ერთ რაღაც სიტყვი ან ჩოვები ეთერი გაქვს ეს არ არის რაღაც. ჩვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაარეკოთ რაღაც თემას ისე. პროდიუსერს რომელიღაც ვიდეო თუ არის მზად რომ გაუშვათ? სამწუხაროდ არ არის მზად, იმიტომ რომ ვერ მოვახერხე წამო. თქვენ ვიდეოზე არ ვიძახი სურპრიზი? ეხა ეს სათაურს გავუკეთებ. რობოტი და თვრალი ბიჭი. ეთერში. აინტერესებს. ანუ ესე იგი ოდნავ რობოტი, ეს ოდნავ რობოტი, იმიტომ ხა აგიხსნით რატო ეძახით? მორობოტო ელემენტი. კაცის ფუნქცია არ აქვს, რაღაც ქალურად დადის, რომელშიც არის მოთავსებული ადამიანი. ხო, ეს ანუ არ არის ტექნიკურად რობოტი. არა, ტექნიკურად არა, მაგრამ რაღაც ფუნქციები, ანუ შიგნით ზის ეს ადამიანი და ნუ ფუნქციებს აკეთებს. ანუ აკონტროლებს როგორც ჯოისტიკი. კონტროლინგ ბეც აი თქვენ უყურეთ მოძრაობა, ეს რაღაც აი კარგი იქნება ფლეშმობი ესეთი რობოტების 100 ერთეული ესეთი რობოტი, რომელიც ქალაქში მოძრაობს. და ერთდროულად გაიძახის ჩვენ თქვენ დაგიპყრობთ. კახი ნუ რაღაც ემოციაში იქნება, თავისას მაინც გააკეთებს. თვალი ბიჭიც გამოჩნდა და მოვიდა. დააწყა რობოტმა თვალი ბიჭს. ეს მე მგონი ლონდონის ქუჩებში ხდება, ხო? და პოლიცია მას ანუ მოუწოდა საშუალისაკენ. მე მგონი ადამიანი აზდის, იცი ამ რობოტში. მე რატომღაც გონია რომ ეს არის უბრალოდ თოჯინა გარეთ გაკეთებული და შიგნით აზდის ხო ადამიანი. და მან ესე იგი ფუნქცია იმდენად იყო დაკვეცილი რომ მან ესე თქვა რუსულ სიტყვას ხარ აბაროტი აუღო ადამიანს რომელმაც მისგე ხელი გაიშურა. ეს ხომ არ შეიძლება გახდეს საფუძველი ადამიანების და რობოტების ომის. ომისა არ მგონია მე ეს ფილმის სიუჟეტი. ფილმის სიუჟეტი. ფილმის სიუჟეტი. აქედან აღებული. ძალიან საინტერესო ვიდეო. აი, რამე თქვენი ცხოვრებიდან, რამე კურიეს ხო ვერ გაიხსენებდით რობოტებთან? რობოტებთან დაკავშირებით, იცი, ძალიან ცოტა დრო არის მე რაც ურთიერთობა ამ რობოტებთან. ბაქსის მოუყევი? ეგრევე კურიოზებზე არ გადავსულა, სამწუხაროდ არ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ძალიან ფოთხავს ბაქსი. აი, სხვადასხვა ამის მოდელის გაკეთება შეიძლება იმ ხერხემლით, რომელიც სხვადასხვა ეს რობოტი, ანუ ამას ვიძახი ამდენი ხანია. ეს არის რობოტი. უბრალოდ შეიძლება ამაში ლეგოს ხერხემალი იყოს. ლეგოს ხერხემალი შეიძლება გავსინჯო ხელით და ვნახო. შეგიძლიათ შეეხოთ. ხო. იმიტომ რომ თოლავს ეგრე მოხევი. ხო, მაშინ გასაგებია. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ, ცოტა დავასერიოზულოთ ხო შეიძლება? არა, ჩვენს რობოტექნიკა ესეთია რომ ხო, ძალიან სერიოზული მეცნიერება არის როგორც ასეთი და შენ ჯობია ანუ 24 საათი იმ იქ ნუ ხარ. ცოტა გარეთაც გამოდი. ცოტა გარეთ ხალხში. ხალხში გამოდი. იცი რაღაცა კარგი იქნება. ეხლა მოდი ახლა თქვა თვითონ ხალხში არა მაქვს პროდიუსერის ხმა ესეთი ბედნიერება სტუმრებისთვის არ არის სამწუხაროდ. იგი არაუშავს, მე დავამატებ მიკროფონს. ხო, ძალიან კარგი იქნება. მოკლედ, რაც შეეხება აი იმ ჩვენს ისევ ხერხემალს რო დაუბრუნდეთ, ხო, რომელიც ჩამოვიდა. აი ამ ხერხემ ეს ძალიან ისეთი მონაპოვარია ჩვენთვის. ჭალე ხორცია რაღაც. ხო, აი ხა ამ ხერხემალს რო დაუბრუნდეთ, ამ ხერხემლით მე შემიძლია ვთქვა ჩვენ შეგვიძლია ჯგუფს რო აი ესეთი პატარა მოსიარულე რობოტი ავაწყოთ. ესეც ვერ აწევთ. ძალიან მრავალფუნქციური ხერხემალი. მოდი შევდახოთ. აი ეს სამწუხაროა რომ მე ეს ხერხემალი აქთან არ წამოვიღე. იმიტომ რომ ამ ხერხემალზე ერთდება თვითონ ყურები,
ნეკნები, აბსოლუტურად ყველაფერი, როგორც ეს მოწყობილია ჩვეულებრივ ბიოლოგიურად. ხო, მაგრამ იგივე ფიზიკური ეხა ბიორობოტის აწყობის საშუალებას გვაძლევს. აი ესეთი მოძრაობა თუ შეუძლია მას. აი ესეთი არა, ეს ძალიან პრიმიტიული მოძრაობაა. ეს არის ძალიან პრიმიტიული. ეს შეუძლია უკვე მოხუხო რობოტებსაც ეს განახორციელოს. არა, პრიმიტიული არა, ნახე, აი უკან მხარე პრინციპში შეიძლება დავაკრუკნოთ ჩვენი ბაქსი. ერთ-ერთ მოდელებს რა თქმა უნდა ცხოველებზე აწყობენ და ანუ იყენებენ ისე. ხო, ბიომოდელი ზოგადად ეს მიღებულია მეცნიერებაში, რომ როდესაც ბიოლოგიურ მოდელს იყენებ, მასში გათვლილია უკვე ეს სტანდარტები, პროპორციები და ძალიან ადვილად გამოდის მასთან მუშაობა. აი ეს ახლა შეიძლება. არ ამბუნესте ადამიან თუ განახორციელებს ეს თქვენი ადგილობრივი პირუტყვი რაღაც მოქმედებს, აი ეს ცხოველურ გამოხედა თუ შეიძლება რომ გქონდეს. ეს უკვე პრინციპში დიზაინერების სამუშაოა, გარედან როგორ შევხვდით. მე მგონი, იმიტომ რომ თვითონ სახედე შეხედეთ ოდნავ ნაწყელი გაბოროტებული თვალები, იმიტომ რომ ჩვენ ხუთში ყავს. თან ბეწვი. თან აცმაცუნებს იმას თან ბეწვი. პრინციპ ანუ თვალები და პირის მოძრაობა ხბის აპარატი. ეხლა ჩვენ შემდეგ ხბის აპარატი. და ეხლა შემდეგ შემოსვლაზე მე გადაცემაში შევეცდები, რომ უკვე გქონდეს ამაზონიდან ჩამოტანილი ყბის აპარატები. ხერხემალი ყბის აპარატი და უკვე რაღაცა მე მგონი აპარატები ადრეც იყო თუ ახალი ტექნოლოგია. არა, ეს ახალი ტექნოლოგიაა. ყბის აპარატი რომელიღაც საიძე მაქვს ნახე მე. არა, იყო ადრე, მაგრამ ეს არის უკვე სილიციუმის ოქსიდზე. შეიძლება მე მეშლება. სილიციუმის ოქსიდზე არის დამყარებული და ძალიან მსუბუქი, ძალიან ვის ოქსიდზე? სილიციუმი. ეს ხმოვნობით რა თქმა უნდა, მაკაცები ძმობთ, ბავშვებიანთაც მოვდივართ თითქმის 18 წლიდან 19 წლები ვარ. სილიციუმის ოქსიდი სხვადასხვა ეგ შეიძლება. მე მგონი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა სილიციუმის ოქსიდი დაქცევის იცით აქტიური დასხივების შემთხვევაში მხოლოდ რატო ანუ ხო შეიძლება ეს შეუქმნას ადამიანის პრობლემა ამ სილიციუმის ოქსიდმა? თუ დავასხივებთ დასხივების დროს ის მისგან ამოიგლიჯება ატომები და ეს ატომები უკვე გარემოში გაფანტვის დროს უქმნის საფრთხეს. თორე სხვა შემთხვევაში პრობლემა არ არის. ის უვნებელი ნივთიერება. აი კომპიუტერებში პროცესორები დიდი რაოდენობით შეიცავს სილიციუმს. ანუ იმიტომ ეს დასხივება მე. მაგრამ ის კონკრეტულად პროცესორისგან არ მოდის, ეს უკვე მონიტორისგან მოდის ეს დასხივება. ანუ სხვადასხვა დასხივებია, რო არ ავრიოთ ჩვენი მაყურებელი. ეხლა მე მინდა წეგან შენ ნახსენე ადამიანისა და რობოტის ბრძოლა. სახიფათო თემაა. სახიფათო თემაა. მოდი ეხლა კიდევ ერთ სურპრიზს დავაზობ მაყურებელს. მოდი კიდევ ნახოთ ვიდეო, რაც კომენტარს გააკეთებს ამ თქვენ ნაცვლად. ვიდეო. ახლა ნუ ცნობილი ფილმი შეიძლება, მაგრამ ხო, პრინციპში ეს მე მგონი არის ჯერ დაიხოცნენ მე იქორწინეს თუ სწორად. არა, ეს არის სპექტაკლი. ეს არის მეორე. დაახსოვთ, ხუმრობთ. შეიძლება არ გამოგდის, მაგრამ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. ეს არის როგორ რაც გინახავს ვეღარ. ახლა გავახმოვანებ ამას. ჯეკ, მე რობოტი ვარ. რა გჭირს? ჯიმი, ძერჟი, გიტარო. მე ქართელი რობოტი ვარ. რა? შენ მე ეს მაკადრე? მე შემიძლია ყველაფერი. წუ. რა შვები ბიჭო? ეს ხომ ჩემი ადგილია. მადლობა ქალბატონო. აი ეს უკვე ჰეი, პატარა ბიჭო, რა შვები, ეს ხომ ჩემი ადგილია. მე სამეგრელოდან ვარ. მე გურიიდან ვარ. მე რა? არაფერია ძმა, შევეჯიბროთ. ოუ, აქ რაღაც მოხდება. Give it to me, baby. წინ. შენ უფრო მაგარი ხარ, გაიხარე. მადლობა. ეს ჩინური რობოტია. მე მეგრელი ვარ. გთხოვ, წადი აქედან. ეი. მეგრული მურტა კომბატი. სამეგრელო მუსიკა შეიყვანა. ხალხი ამ მავნენას უყვარს. თხილად ჯეკ. ოუ. თხილად. გახურდა მუსიკა? ძალიან ტემპიანი მუსიკაა. ლეიკა M9 ფოტოაპარატებს ვიღებთ. დაიხედე. აი მაინც მეგრული ესე ვთქვათ, ჟინი და მან მოიხერხებულად, ესე მოხერხებულად უკვე ეს რა თქმა უნდა, დაჯაბნა აშკარად, ხო? და იგი დაიღრენა.
და სამეგრელო მიიწევს გურიისაკენ. გურია სამეგრელოსკენ შეხვედრა მალე იქნება. ველოდებით ამ გადამწყვეტ მომენტს და მოხდა. სამწუხაროდ რობოტი არ ყოფილა და ის ადამიანი იყო. ეთყობა სქემაში ამოარტყა. მაზერის სქემაში, ანუ თავი პროცესორის სქემაში და ერო რა გიქ ეს გავხალისდეთ ცოტა ჩვენი რობოტები. ნუ საინტერესო ვიდეო იყო, მინდა ითქვა, სახალისო ძალიან. რაიმე შეკითხვა ხომ არ შემოსულა ჩემს შემოსვლამდე, თქვათ ისეთი, რომელზეც მე შემიძლია გავცეთ. მე ისე გადმოგიგზავნით შეკითხვებს? ხო, ნუ მე მოგაწვდით, რომ მაყურებელი გაეცნოს საიტზე. ანუ შევთანხმდეთ. შეკითხვები ძალიან უამრავი, უბრალოდ საეთერო დროში ვერ ვეტევით. ესეთი თემები, ანუ მხიარულად ეხა იმიტომ არ ესე ვთქვათ, რომ ანუ ეს მოკლედ იმას აღწერას გავაკეთებ ჩვენ გადაცემის. ეს გადაცემა არ არის რაღაცა სტილში ჩამჯდარი რაღაცა, აი ესეთი ბატონო. აქტიურად იუმორისტული გადაცემა გამოვიდა. ბატონებო, იცით რა? მე რობოტი შევქმენი და მე ის აშა პერო ის უკაცრავად ანუ ესე ვთქვათ როგორ თქვა ეს სიტყვა ანუ ლაითი ხალხი ვართ ხო იუმორში გავიყვანოთ ეს სერიოზული მაგალითად საზოგადოებიდან უფრო დასამახსოვრებელი შეიძლება არ გვეტყობა მაგრამ შინაგანად ზე საზოგადოებაში ზე ღრუბლებზე იმყოფებით არ არის ეს გადაცემა რაღაცა ესეთი ჩაკეტილი რაღაც. ჩვენ თავისუფლად შემიძლია ეხლა უცებ მაყურებლებმა დარეკოს იკითხოს რომ ჩემი ბავშვი 15 წლისაო და ისე ტუალეტში შემიხელით შეყავს, ნუ ამას გავცემ პასუხს. არ არის პრობლემა. ჩვენ ან SMS-ი გამოვაგზავნოთ 933 933 ჩვენი სტუმარი აქტიურად უყურებს ის პრინციპში მე მინდა დაგემშვიდობოთ რაღაცა ეს რა მაქსი დაგემშვიდობებათ აი მაქსი გემშვიდობებათ კარგად მაყურებლებო ჩავსვათ მაქსი პრინციპში მე მგონი ეს ბაქსი უკვე მიიღებს სტუმარსაც დავემშვიდობოთ ესეთ სახეს რომ ხშირი სტუმარი გახდება ჩვენი გადაცემისალა ზარი ეთერში მე მგონი ბოლოზარსაც უპასუხობ და ეს ბოლოზარი რომელია ბოლოზარი აი კარგად ბანკეტი თუ ბოლოზარი თუ როგორ ციკიხაცი ძისვენ გამარჯობათ, თქვენ გადაცემას ვუყურებ და ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ კითხვას რომ დასავთო რომ 15 წლის ასაკშია ჩემი შვილი და ტუალეტში დამყავსო, მე ვარ მსგავს სიტუაციაში და პასუხს ხომ ვერ გამცემდით. ჩავიწერ ერთი წუთი შეკითხვა. ჩვენი გადაცემა მოგწონთ უკაცრავად. ძალიან. ხო და მაშინ გაუშვით იმ ბავშვს ხელი და წავა თვითონ ტუალეტში და დარჩი ჩვენთან. და ყველაფერი კარგად იქნება. სტუდენტური ტელევიზია არა მარტო სტუდენტებისთვის. ყველა გადაცემა კეთდება აქ. გადაცემა მაქსიმუსი. ჩვენ დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მომავალში თემა გვექნება ზოგადი თემა კომპიუტერული ტექნოლოგია და მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და ასევე სამსახურებრივი სოციო დავალებების შესასრულებლად. აი მაინც ადამიანი რო გეხმარება, ხო? რას ნიშნავს რომ გონება გახსნილი სტუმარი ხარ? რას ნიშნავს მეგობრობა? ხალხო, გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, რომ არ გვიყვარდეს აქ რა გინდა? ჩვენ გიყვარვართ, თუ არ გიყვარვართ, ჩვენ მაინც გვიყვარხართ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. რა, კარგად ზანდებოდეთ.